არასამთავრობო ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის წევრებმა მედია სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ორგანიზაციამ წლის მუშაობა შეაჯამა. ორგანიზაციის წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემების გაშუქებასთან დაკავშირებით გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრის ორგანიზატორებმა მედია საშუალებების მხრიდან სწორი ტერმინების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განმარტეს, რომ ტერმინები ინვალიდი, ბრმა, ყრუ-მუნჯი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას აფერხებს და მათ კარჩაკეტილობის სინდრომს აძლიერებს. არასამთავრობო ორგანიზაციები მედიასა და საზოგადოებას ადაპტირებული გარემოს შექმნის პროცესში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდებენ. ხშირად ხდება არასწორი ტერმინების გამოყენება, რაც იწვევს მათ დათქმას და ისინი უფრო მეტად კარჩაკეტილები ხდებიან ამ ტერმინებით, იმიტომ რომ არ არის ადაპტირებული გარემო და ხშირ შემთხვევაში ისინი სულ სახლში არიან, ვერ ახერხებენ გარეთ გამოსვლას და ამას ემატება მათ მიმართ გამოყენებული ეს არასწორი ტერმინები. დავარიგეთ ტერმინების განმარტებები, ვისაუბრეთ სწორ და არასწორ ტერმინების განმარტებებზე, ახსენით თუ რა რას ნიშნავს და როგორ უნდა გამოვიყენოთ, როგორ უნდა მიმართოთ უშუალოდ შემოპირებს, რომ არ იქნას მათი უფლებები დარღვეული და ტენდენციაში ჩვენ ჟურნალისტებმა მეტნაკლებად ვისწავლეთ ამ სწორი ტერმინების გამოყენება და ეს პრობლემაც უფრო ნაკლებად გვხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის შეხვედრები, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მედია საშუალებებმა თუ რა ფორმით და როგორ შეიძლება რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ.